გაჩარა ჩვენი მგზავრობა. წინა თვითმფრინავისგან განსხვავებით გარშემო ნორმალური ხალხი მისის. Thank you და ასეთი სიტყვებია გარშემო. ეს ჩვენ და საუბედურო თუ რა ვიცი, სათავ გადასავლოთ ებრაელები არაყვანან გვერდზე. დავინოდოთ აფრენას. ასეთი სცენა ვნახე რაღაცეთი 20 წლის წინ სტამბულის აეროპორტში. ნახეთ, აი ეს თვითმფრინავები რიგში დგან, ნახეთ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ელოდებიან ასაფრენ ზოლს, რომ დამთავრდება. ეს ახლა ძირითადად United-ია, სავარაუდოდ დიდი თვითმფრინავი ალბათ უკვე ქვეყნის გარეთ მიდის. და ის პატარები უფრო ადგილობრივი რეისებია. მარშრუტკები ვიდგანან რა. ჩვენთან რო იყო ხოლმე მარშრუტკები რო იდგნენ ხოლმე. ფიჟაზე და მე გადიოდნენ კლიენტებს აკრიფავდნენ. ესია თვითმფრინავების ამბავიც. ეს რიგია და აქეთ კიდევ მეორე რიგია აქეთ ხარეს. ამათ ყველას აკონტროლებს საჰაერო დისპეჩერი. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს ამ დისპეჩერს, პატარა შეცდომა რომ მოუვიდეს. აიზილება ყველაფერი. გამიგია შაქარზე რიგი, ხავზე რიგი და ნავების რიგი. ისეთი უცხო იყო ჩემთვის პირველად და ისე ხშირად უყურებ თვითმფრინავებით განან რიგში. ერანი საბუთი ან სამარმულო ომის მონაწილის საბუთი აღარ გავა. ან დღევანდელ წელს ვარი ხოლმე ნაროშილებ ან ქსივა. გონი ჩვენი რიგიც მოვიდა. აბა მივუხვიე. დადი დასხე. გაჩერდა. აბა მოუმატე გას. გვეშველა. არა. კიდევ ესე იგი არ გავსულოთ საფრენზობზე ეთქო. იქით ნიუ-იორკია, სავარაუდოდ აბა ზემოდან გადავულით. კაი ამინდი ამოვიდა და ეს ხარე თუ ნიუ-იორკის ზემოდან ახლა ორი ვარიანტია. ან ეს ხარე იქნება ნიუ-იორკის ხარეს, ან მარჯვენა ფანჯარა იქით ამხარე და ნახოთ არ ვიცი. ჩვენ გვინდა რომ ჩვენი მხარე იყოს ნიუ-იორკის მხარეს. აი მგონი მოგცეს უკვე ნებართვა და წავიდა. ბიჯვარი გადავიწეროთ. როგორც ვიცი 300 კმ/სთ რო არ ვითარებს, მერე უკვე თვითმფრინავი ადის მაღლა. აბა დავითვალო. 3 2 1 და ადი მაღლა. ავედი.
ამინდი იყო ქვემოთ და ზემოთ ღრუბლები ყოფილას. ვა. იმედია ნიუ-იორკს გადავხედავთ ზემოდან, რა ვიცი, ნახოთ. როგორ არ გაგვიმართლა. ღრუბლებს ავსვით და ნიუ-იორკი დაგჭო ღრუბლებს ქვემოთ. აფსოს. ადა რა იმედი მქონდა ნიუ-იორკს ზემოდან გადავხედავთ. რაც არის ეგ არის მაშინ იმედია შემდეგში გადავხედავთ ნიუ-იორკს ზემოდან. დეტროიტის სავზე კარგი ამინდია და კარგადაც ჩანს ყველაფერი. ამიჩი ზემოდან რო უყურებ დედამიწას სულ აი გეოგრაფიის გაკვეთილები გახსენდება რა. ახლა ნახეთ აი მდინარე მოდის და შედის აი ამ ტბაში. ეს სავარაუდოდ ალბათ მიჩიგანის ტბა არის. გვასწავლდნენ ხოლმე ტბები, შენაერთები, დელტა, მერე ის ადგილი სადაც დელტა იყო ეს ყოველთვის მიწისთვის კაი მუშავებელი ადგილი იყო აი კერძოდ ნილოსი რო შედიოდა იმ ხმელთაშუა ზღვაში და იქ შეიქმნა დელასი ის კაირო დედაქალაქი. ეს მახსენდება. აი გაციგივე ისტორიებია აქაც. მიჩიგანის ტბა იქ მდინარე მოდის და იმ მდინარის გარშემო ეგ დასახლება. ეს უკვე ამერიკის ხარია. აქაც ალბათ დეტროიტია გვეგულება და აქეთ მარჯვენა მხარეს უკვე კანადა იქით. ჩვენ შუაში ვართ. მე სავარაუდოდ ეს მიჩიგანის ტბას მარცხნივ შეუხვევს, ასე თქვათ, თვითმფრინავი და დაეშვება დეტროიტში. დეტროიტი როგორც გახსოვთ დაბი საზღვარია. ნუ აი მიჩიგანის ტბა საზღვარია რა, ასე თქვა. ამჟამად ვიმყოფებით ამერიკასა და კანადას შორის. ასეთი ეს ზუსტად რო თქვათ რა. საჰაერო სივრცეში. აი გამოჩნდა დეტროიტი. ნიუ-იორკი ვერ დავათვალიერეთ ზემოდან, მაგრამ აქ საშუალება გვაქვს დეტროიტს გადავხედოთ ზემოდან. თავისი სათავჯენებით და ცენტრალური ქუჩებით. აი ეს საიდან მოიწყე წრედაო ეს ეგ უყურეთ შემეშალა. აი ეს არის დეტროიტი, ის ქალაქი. იქით საზღვარს რო გადახვალ, მდინარეს რო გადახვალ, ის კანადაა რა. ჩვენ ქვემოთ ზემოდან წრედაო ტყით რა ფაქტობრივად აი. აქეთ ხარეს უკვე ამერიკა და აი ეს მდინარის იქით უკვე კანადა. და იქითკენ უკვე მთელი ტბა გადადიხარ იქ მიჩიგანის ტბისკენ და მთელი ამერიკა. ეშლებათ ხოლმე ზოგჯერ რომ გადაუხვევენ ხოლმე და მე კანადაში რო გადადიან. ორი ხიდია, 1, 2, აი ორი ხიდი ჩანს. всё, ეხლა დაეშვება უკვე აეროპორტისკენ. ხმელეთისკენ ვერ გადავედით იმ კანადაში. აერიდან მაინც გადავხედოთ არა. დეტროიტი მოგეხსენებათ
ამერიკის მანქანათმშენებლობის ცენტრია, აქ იმყოფება სადღაც 7 თუ 8 საავტომობილო ქარხანა. General Motors, Ford, Cadillac, მაგითა მაგვარი. შეუდგებით ახლა გზების დათელვას, მოთელვას. სიარულები ამ გზებზე. საწყობები, წარმოებები. აბა დავეშვა აბა ლიოჩიკ. როგორი ხარ შენ ნაფოტობა როგორ დაიშვები? გადავერთოთ უკვე გონებრივად როგორ გითხათ ის უნდა გადაერთო უკვე იმ გარემოში რასაც ქვია მწოლობა, მუშაობა და ორგანიზმი მოამზადო ახალი სტიმულისთვის და ახალ გარემოებისთვის. სპორტსმენები რო ემზადებიან ხოლმე შეჯიბრებისთვის და განწყობას რო უფნიან თავის თავს, აი ესე ვარ მეც. რაღაც გარკვეული ეტაპი ახლა ხშირად ვამბობ ხოლმე რომ თბილისში მე ვცხოვრობ, აქ მუშაობ და ერთ სიტყვით აი მუშაობის განწყობისთვის ვამზადებ უკვე ჩემ ფიქრებს, ორგანიზმს. ანუ ნასტროიკა, განწყობა. ვემზადები მუშაობისთვის. ვამზადებ ორგანიზმს, ჩემ გონებას და შინაგანად ყველაფრისთვის. გინდა არ გინდა ამას ყველაფერს ვერ გაიქცევი. რაცა უნდა იფიქრო, უნდა იმუშაო. სხვა გზა არ არის. აეროპორტები, მოგზაურობები, სხვადასხვა რაღაცეები დამთავრდება, ესე იგი 2 თვე გადავერთობით ძღოლურ ამბებში და ეხლა არ ჩამოსვლა აეროპორტში და უკვე დისპეჩერი მირეკავდა სადახარ უკვე ვფიქრობ რომ მე როგორც კი მანქანას ავიღებ რომ შეკვეთა ავიღო და სხვა ასე თქვა მუშაობ. ეს მომენტიც არ მიყვარს რომ გაჩქარებენ, მაგრამ ასე ფული, მანი. მეზარება გურახია ზოგ გითხრათ, მაგრამ
ჯერჯერობით ეს გზა რომელიც გვაქვს არჩეული საუკეთესოა ჩემ შემთხვევაში. რომელია ჩვენი ბარგისის ჩვენ ნიუ-იორკი შემთხვევაში აი ზოგჯერ არის ხომ აი ბიჭები რომ მოდიან ხომ ჩქარა. ეხლა კომპანიას უნდა რომ მე შემოვახდე უსვეთ მანქანას და დავიწყო მუშაობა, მაგრამ მე ხო არ ვიცი ჯერ რომელი მანქანა გვეყოლება. კი უთხარი მეთქი ჯორჯი შემინარჩუნეთ მეთქი, მაგრამ შემინარჩუნებდნენ, რა ვიცი რომ მივიღოთ ადგილზე ნახავთ. თუ ჯორჯი შეგვინარჩუნეს, ხო კარგია და უსვათ შემოვახდები, მაგრამ იქ რაღაცაა, ტრაილერია, კარგად შესამოწმებელი. კაი ტრაილერი უნდა ავიყვანო, განსაკუთრებით საბურავები, გახსოვთ წინა ჩამოსვლაზე. მან როგორ გამაწვალეს. აქედან გამომდინარე, ასად არ გვეჩქარება. დღესაც ვარ ავიღოთ ტვირთი, ჯობია. იმიტომ რომ კაი ტექნიკური მანქანა, გამართული მანქანა უფრო მთავარია, ვიდრე ეხლა იმათი შეკვეთები. თუმცა ეხლა ზოგადად რო შეხედო, რა თქმა უნდა, როცა შემოსავალი კარგია, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში ვამჯობინებ წყნარად, შვიდად და ტექნიკურად გამართულ მანქანას. მეგობრებო, ვიქტორინას ვათამაშეთ. ჯორჯი შემინარჩუნეს თუ არ შემინარჩუნეს. ფაქტობრივად ორი კვირა არა ვარ და მე კი ვუთხარი, არა მესამე კვირა რომ თუ შეიძლება შემინარჩუნეთ მეთქი ეს ჯორჯი და ნახოთ აბა ვიქტორინა შევინარჩუნებ ჯორჯს, დამახვედრებენ ჯორჯს თუ არა, თუ სხვა მანქანაზე დავждები. ვინც სწორ პასუხს გასცემს, იმათ ჩვეულებრივად ჩემი დაწერილი წიგნი ორეული. ავიღეთ. დავდით ახლა ტაქსი გამოვიძახოთ, წავითით. ზღური შევდა. Thank you very much, Larry. You're very welcome. ეგ წყალი მომიტანა ისინი. დალიო და ზრუნას. Very good, very good. Appreciate you, bro. You play in your life in basketball? Yep, I play. Yep. That's my exercise. Now also play? Not really real like a team, but that's my exercise. I go out and play sometime. Okay, very nice. And I do movies and stuff. I'm a music artist and I do movies, so that's what I like to do on my free time. Play a little basketball, you know. სიტყვით მოვედით დეტროიტში ვართ და No, I speak with my people. Yeah, and ვიქტორინა ძალაშია. შევინარჩუნებთ ჯორჯ თუ არა. Ну, ამას უკვე შემდეგ ვიდეოში ვნახავთ.